გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 4-ზე მე სოსო ელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური სამიტის გახსნის პლენარულ სესიას დაესწრება, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში მიიღებს. ირაკლი კობახიძე ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰგან ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება. ქეთი მამრიკიშვილი იმყოფება ერევანში და უფრო მეტს მოგვიყვება, ქეთი გისმენთ. სომხეთის დედაქალაქი 48 ქვეყნის ლიდერს უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მერვე სამიტზე, რომლის წლევანდელი სამიტის დევიზი არის მომავლის მშენებლობა, ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში. ეს არის კარგი შესაძლებლობა და კარგი პლატფორმა იმისათვის, რომ როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ასევე არაწევრმა ქვეყნებმა იმშელონ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე ენერგო და ეკონომიკური სტაბილურობის კიდევ უფრო განვითარებაზე და მხარეებმა გაცვალონ მოსაზრებები თუ როგორ უნდა გახდეს ევროპა მეტად ძლიერი და მეტად უსაფრთხო. რა თქმა უნდა, ამ პროცესის ნაწილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მერვე სამიტში, მთავრობის მეთაური ასევე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა იქნება დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრება ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის გახსნის პლენარულ სესიას და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის რიგით მეორე შეხვედრაზე. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელით ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართება. დელეგაციის შემადგენლობაში არის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც შეაფასა საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა სამიტზე, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია პანელურ დისკუსიაზე მთავრობის მეთაურის მონაწილეობა, რადგან მისი თქმით, როდესაც საუბარი არის დაკავშირებადობაზე, რა თქმა უნდა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი აქტორი არის ამ პროცესში. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ ფორმატში სწორედ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა გამართულ დისკუსიებში. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მერვე სამიტის სტარტს ხვალ იღებს, როგორც უკვე გითხარით, 48 ქვეყნის ლიდერს უმასპინძლებს სომხეთის დედაქალაქი, როგორც ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ლიდერი, ასევე არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლები, ლიდერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და პირველად ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობას მიიღებს იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არ არის წარმოდგენილი ევროპის კონტინენტზე, ეს არის კანადის პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, ასევე ცნობილია, რომ ერევანში ჩამოვა და სამიტში მონაწილეობას მიიღებს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ სამიტზე დაპატიჟებული არის აზერბაიჯანის დელეგაცია, თუმცა ამ დრომდე ჯერ ცნობილი არ არის დაესწრებიან თუ არა აზერბაიჯანის წარმომადგენლები სამიტს. როგორც უკვე გითხარით, სტარტს სამიტი ხვალ იღებს და ამ პროცესის მონაწილე არის საქართველოს. სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გარდა ოფიციალური ნაწილისა, გულისხმობ გახსნის სესიისა, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიებზე, რომლის მთავარი თემა იქნება დაკავშირებადობა. მადლობა ქეთი, ეს ქეთი მამრიკიშვილი იყო. სურსათზე ფასტარმოქმნის რეგულირების შესაძლებლობა გეოპოლიტიკური ფაქტორები და მათი ზემოქმედება პროდუქტის ფასზე საქართველოში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ოპონენტებთან პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დებატები გამართეს. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ერთიანია. მთავრობის მეთაურის თქმით, საკითხი მგრძნობიარია და თემით სპეკულირებას ცალკეული ძალებით ცდილობენ, თუმცა გამოწვევის დაძლევა ბიზნეს სექტორთან კოორდინაციით უნდა განხორციელდეს. საზოგადოება საინტერესებს, რა თქმა უნდა,
ფასების შემცირება პირდაპირ არის სუბიექტურად ბუნებრივია თითოეული მოქალაქე ამაში დაინტერესებული. ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი. ეს არის ობიექტური ინტერესის და ნებავთ სუბიექტური ინტერესის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად არის კმაყოფილი საზოგადოება, ეს ბუნებრივია მით უკეთესია ხელისუფლებისთვის, ეს სუბიექტური ინტერესიც არის ბუნებრივია. ამიტომ ჩვენ არ შევუშინდით დისკუსიის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იყო ძალიან გრძნობიარე და როდესაც საკითხი არის გრძნობიარე სოციალური კუთხით, რა თქმა უნდა, ექსპეკულირებაც ადვილია, თავის მინუსები აქვს ბუნებრივია ამ საჯარო დისკუსიას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადებითი მხარე ბევრად მეტი აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, რაზეც აქამდე წარიმართებოდა მხოლოდ ზედაპირული საუბრები, იმასე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ამ ყველაფერში, უფრო ღრმად ჩაიხედავს. რომ იყოს ჩვენთან იგივე ხელფასი, იგივე პენსია, რაც არის მოგრძულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა ფასების საკითხი, თუმცა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენ შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი. რა თქმა უნდა, ამოცანა არ არის მარტივი, იმიტომ რომ საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც არის თავისუფალი. ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ამ თემასთან დაკავშირებით, რაც თქვია ფასების შემცირება, ვფიქრობთ, რომ შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგა. შოთა ბერეკაშვილის თქმით, კომუნიკაცია 80-ზე მეტ კომპანიასთან ჰქონდათ და მათი ბიზნეს მოდელების, კომერციული უსაფრთხოებებისა და ფინანსური სტაბილურობა შეისწავლეს. შედეგად კი რეკომენდაციები სამი მიმართულებით შემუშავდა, კერძოდ საშუალოვადიანი სექტორული გაჯანსაღება, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ღონისძიებები. იმასე საზოგადოება უფრო მეტი რომ ჩვენ ობიექტურად გავიგოთ. დიდი სამუშაო ჩატარდა 80-ზე მეტ კომპანიას შევხვდით, შევისწავლეთ აღნიშნული კომპანიების ბიზნეს მოდელები, კომერციული ურთიერთობები, ფინანსური სტაბილურობა, მხოლოდ საკვე პროდუქტების ნაწილში 50-ზე მეტ კომპანიას შევხვდით და მათი სრულყოფილი აუდიტი გავაკეთეთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ სამომხმარებლო საბოლოო ფასზე, ის შედგება სამი კომპონენტისგან, ეს არის წარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ქსელი. და ესენი ერთიანობაში ქმნიან ფასს, საბოლოო ფასს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ხედავს დახს. სამი მიმართულება დავსახეთ, ეს იყო საშუალოვადიანი სექტორული გაჯანსაღება, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ღონისძიებები. საოჯახო კალათის პრინციპი და ნაბიჯები ფასების შესამცირებლად მმართველ გუნდში ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას პოზიტიურად აფასებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ გაცემული რეკომენდაციებით ფასწარმოქმნების ჯაჭვი სისტემურად მოწესრიგდება. შედეგად მაღაზიების დახლებზე ფასები შემცირდება. საოჯახო კალათის ფარგლებში კი განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება. ამის შესახებ შესაბამისი განცხადებები რითეილ ასოციაციამ, გუდვილმა, დეილი გრუპმა და ნიკორამ უკვე გამოაქვეყნეს. ცნობისთვის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურული შემსწავლელი პარლამენტის დროებით თემა კომისიამ 104 გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა, რომელიც საშუალოვადიანი სექტორული გაჯანსაღების, გრძელვადიანი სტრატეგიისა და მოკლევადიანი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს მოიცავს. მომზადა ანგარიში, სადაც გაცემული არის კონკრეტული რეკომენდაციები, რის მიხედვითაც ეს ინდუსტრია უნდა მოწესრიგდეს გრძელვადიანად. ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა არ ყოფილა რაღაცა პოპულისტური ნაბიჯის გადადგმა, რომ ერთჯერადად ფასები შემცირებული იყო. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ეს ყველაფერი სისტემურად ისე მოწესრიგდეს, რომ ძალიან გრძელვადიანად იმუშაოს ამ ყველაფერმა. შესაბამისად, რეკომენდაციები გაიცა სამი მიმართულებით. ეს არის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიმართულებები. ბზიურის პარკის ამფითეატრში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა. პარტიაში განმარტავენ, რომ გარე ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა და მათი დეზორიენტაციაა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებით ახალი პლატფორმა შეიქმნა. როგორც ერთიან ნეიტრალურ საქართველოში აცხადებენ, ხელს ისეთ გარემოს შექმნას შეუწყობენ, სადაც ახალგაზრდები იდეებისა და ხედვების წარმოჩენას, თვით რეალიზაციას და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ. ეს იქნება თავისუფალი სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი იდეების, მათ შორის პრობლემების მოტანას, თვით რეალიზაციას, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას და ეს იქნება საინტერესო გარემო, სადაც ისინი ერთად იმუშავებენ ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევისათვის, რაც არის ერთიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩავრთოთ სხვადასხვა აქტივობებში, რათა მათ მოახერხონ რეალიზაცია ამ ქვეყანაში, რათა უფრო მარტივად დასაქმდნენ
ეს აქტივობები იქნება როგორც პოლიტიკური, შემეცნებითი, სოციალური. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. შესაბამისად, აქტიურობა ძალიან დიდი იყო ახალგაზრდების მხრიდან, იყო დიდი დაინტერესება და მოხარული ვარ. ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც გათვლილი ქონდა. შეიძლება ითქვას უკეთესადაც კი. ახალგაზრული ორგანიზაცია არის სწორედ ის ბირთვი, სადაც გენერირდება ახალი იდეები და საიდანაც მოდის ის ენერგია, რაც მნიშვნელოვანია პარტიული ცხოვრებისთვის. ახალგაზრდებთან საუბარი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი უკეთ ხედავენ თუ ქვეყანას საცდივა რა არის გამოსასწორებელი და რა სურთ მათ მომავალში. მე მინდა თითოეულ ახალგაზრდას მოვუწოდო, რომ შემოგვიერთდნენ და გავერთიანდეთ ნეიტრალიტეტის იდეის გარშემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან შემოერთება და წევრობა არ არის დამოკიდებული არც განათლებაზე, არც უნარებზე, არც გამოცდილებაზე. მთავარი კრიტერიუმი და ერთადერთი კრიტერიუმი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ჩვენი სამშობლო უყვარდეს. საყოველთაო ნათლობის მნიშვნელობაზე დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. მეოფეშიომ კათოლიკოს პატრიარქი გაიხსენა მის 8 წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ილია მეორის მიერ შემოღებული ტრადიცია შენარჩუნდება და მომავალშიც გაგრძელდება. დღეს აღდგომის მეოთხე კვირაა. ამ დღეს ტაძრებში სახარება განკურნების შესახებ იკითხება. მე მინდა დღეს გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად და გავიხსენო ის შესანიშნავი პრაქტიკა, რომელიც მან დააწესა, გულისხმობს საყოველთაო ნათლობის ტრადიციას, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს და ვისურვოთ და ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა თავისი მადლით და ძალით განკურნოს, განწმინდოს და აღადგინოს ჩვენი სულები. ამინ. შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის უფროსისგან სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე საუბარი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სასაზღვრო სექტორების მშენებლობისა და აღჭურვის მიმართულებით არსებულ საჭიროებებს შეეხო. მინისტრმა მესაზღვრეებისა და სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. ნივთმტკიცება და ამოღებული ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები, ასევე მარიხუანა და ფსიქოაქტიური ნივთიერება, ეგრეთ წოდებული ბიო. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 14 წლის არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ცნობით ბრალდებული ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოქალაქის კუთვნილ ფორდის მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოზარდი წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და ზუგდიდის მერი სოფელ ოქტომბერში მდებარე დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. საუბარი ინფრასტრუქტურულ პროექტს შეეხო, რომლის ფარგლებშიც რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და განახლდება საბავშვო გასართობი ზონები და სპორტული მოედანი. ადგილზე ასევე განხორციელდება წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტის საფარი. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ზუგდიდის მერთან ერთად ვესტუმრეთ ოქტომბრის ჩასაღლებას, სადაც ჩვენი დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ძალიან მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ვიხარია, რომ გვაქვს საშუალება, რა თქმა უნდა, მერიასთან ერთად მსგავსი პროექტები განვახორციელოთ. ადგილობრივ მოსახლეობასთან, დევნილებთან ერთად დავგეგმეთ
დავსახეთ მიზნად, რომ ეს ეზო კეთილმოწყობილიყო. ამ კეთილმოწყობაში შედის როგორც რეკრეაციული ზონა, ასევე მოსასვენებელი სხვადასხვა სახის პარკები, გასართობი ესე ვთქვათ ლოკაციები ბავშვებისთვის. მართლა ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე ბოლო ეტაპზე მივიდა ეს პროექტი, არა მარტო ჩვენთვის დიდებისთვის, ბავშვებისთვის არის თქვენ ნახეთ ალბათ რა სიხარული გამოიწვია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა ქვეყნის სამოქალაქო საავიაციო სამმართველოს განმარტებით უსაფრთხოების პირობების ყოვლის მომცველის შეფასების შემდეგ საჰაერო სივრცეში ნავიგაციის ოპერაციები სრულად განახლდა. ცნობისთვის საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები თებერვლის ბოლოს ირანის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შემდეგ დაწესდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმების განახლებას არ გამორიცხავს. ამ თემაზე პრეზიდენტი ჟურნალისტებს ფლორიდაში ესაუბრა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თეირანი არასწორად მოიქცევა და რაიმე შეცდომას ჩაიდენს. მანამდე ტრამპმა კონგრესს ირანში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ წერილობით აცნობა, თუმცა განმარტა, რომ ამერიკული ძალები ჯერჯერობით რეგიონში დარჩებიან. დარტყმების განახლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ირანი არასწორად მოიქცევა და რაიმე ცუდს ჩაიდენს. ჩვენ რომ დღეს წავიდეთ, მათ აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ, მაგრამ არსად მივდივართ. ისე გავაკეთებთ, რომ 2 ან 5 წლის შემდეგ დაბრუნება არ დაგვჭირდეს. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასნიმი სამშვიდობო შეთანხმების იმ პირობებს აქვეყნებს, რაც ირანმა შეერთებულ შტატებს წარუდგინა. სააგენტოს ინფორმაციით პირობებს შორისაა გარანტიები, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას არ განახორციელებს. ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა ირანის გარშემო არსებული რეგიონიდან ჰორმუზის სრუტეზე შტატების საზღვაო ბლოკადის მოხსნა და სრუტის მართვის ახალი მექანიზმის შემოღება, ასევე ლიბანში ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის დასრულება, გაყენული ირანული აქტივების გათავისუფლება და ომის 30 დღეში დასრულება. გარდა ამისა, შტატების მიერ შეთავაზებული ორთვიანი ზავის ნაცვლად ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გადავადება ომის დასრულების შემდეგ. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მიერ წარდგენილ 14 პუნქტიან სამშვიდობო წინადადებას განიხილავს, თუმცა მისივე თქმით სკეპტიკურადაა განწყობილი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას 120 სავარაუდო სამიზნეზე იერიში მიიტანეს. ცაჰალის ცნობით სამიზნეებს შორის 70 სამხედრო და დაახლოებით 50 სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. ამასთან ჰეზბოლამ სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალებზე განხორციელებულ 5 ახალ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე, მე ამით გემშვიდობებით, თქვენ კი წინ ზუსტად 7-ზე კვირის პოსტი გელით დათა გვასალიასთან ერთად ნახვამდის.